მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით მე-7 მარშრუტის ვიდეოთი, როგორც გითხარით, თავიდან დაწყების დროს მარცხენა ციმციმით უნდა გამოვიდეთ, შემდეგ უკვე ჩავრთავთ მარჯვენა ციმციმას და მარჯვენა მხარეს ზოლს უნდა ჩამოვუყვეთ გზას. ანუ რეალურად თითქმის რა ყველა მარშრუტი აქედან იწყება, მე შინით უკვე ქალაქში პატარა განსხვავებები არის, როგორც იცით, მე-7 მარშრუტზე ამბობენ, რომ ყველაზე რთულია, ამიტომ განვიხილავთ იმ დეტალებს, რაზეც ამბობენ, რომ ყველაზე მეტად ჭირს შუქნიშანი, რომელზეც ასე ვთქვათ, გადიან ხოლმე მწვანეზე, მაგრამ რეალურად არ უნდა გავიაროთ მწვანეზე, ხო? გავდივართ მწვანე ისრით, როდესაც მარცხენა მხარეს ირთვება ის არის და იმ ადგილზე, როდესაც მივალ, გავამახვილებ ყურადღებას, რომ ის მონაკვეთია. აქედან მანქანა, როდესაც გამოვიდა, ეხა მაგ მომენტში შევანელე ცოტათი 40-45-ით უნდა ჩამოვიდეთ ამ გზაზე და 50 გვაქვს მაქსიმალური, 500 მეტრი მოუხვე მარჯვნივ დაგვიძახებს, შავთავ მარჯვენა ციმციმას და მარჯვენა ზოლს დავიკავებ. ეხა თავარი ამ მანქანას მივაქციო ყურადღება, იმიტომ რომ ზადნით გამოვიდა და თან შუქები არ უნთებს თეთრი, ამიტომ დავუთმე და გავაგრძელე მოძრაობა. ნუ დავაცდიდი მოქმედებას, ოდესაც გამითავისუფლებოდა ზოლი, ესე ვთქვათ, შემდეგ წავიდოდი, ხო? 300 მეტრი დაგვიძახებს, შემდეგ ვეთქვის, რომ მალე მოვუყვიოთ მარჯვნივ, ჩავრთავთ მარჯვენა ციმციმას და ისევ და ისევ მხარზე გახედვა აქ არ დაგვავიწყდეს და ასევე ზოლები უნდა დავიცვათ, ხო? ცოტათი წინ გადმოვიწიე, გავიხედე, არავინ არ მოდის, ნუ ჩემ ზოლში ისევ გავიმეორებ, რომ ვერავინ ვერ შემოვა, დაბრკოლებები აქვს წინ და რაღაცა, მაგრამ შეიძლება მაინც რაღაც მონაკვეთში ვიღაცას რაღაცა შეიშალოს და შემოვიდეს, ხო? 70-იანი ზონა გვაქვს. მოუმატეთ სიჩქარე, 65-ით მოვდივარ, ამ მომენტში წინ მყოფ მანქანას მივყვები, დისტანცია აუცილებლად დავიცვათ. და დისტანციის დაუცველობაზე, ესე ვთქვათ, რაღაც მონაკვეთში შეიძლება გააჩნია რა სიჩქარით მოძრაობთ, ხო? მსუბუქ შეცდომა მიიღოთ, აქ ეხა 70-იანია გზა და ზედმეტად ახლოს რომ მივიდე, უკვე მძიმე შეცდომაში ჩამითვლიან, იმიტომ რომ იმან თუ დაატორმუზა, მე მანძილი აღარ მეყოფა, რომ გავაჩერო მანქანა და დავეჯახებ. შესაბამისად, საავარიო სიტუაციაში ითვლება. ზოლები დავიჭიროთ, გავიმეორებ, რომ ადრე აქ წყვეტი არ იყო და წყვეტილი იყო და აბგონის გაკეთება შეიძლებოდა, ამიტომ ეხლა უკვე აღარ არის, ხელახლა არის გზა დაგებული, ალბათ გახსოვთ, რომ გადათხრილი იყო ეს გზა მთლიანად და ახალი წესებით დაგვიყენეს, ესე ვთქვათ, აგვიშენეს ეს გზა. ხაოდნავ შევანელებ, იმიტომ რომ მარცხნივ უხოველ მანქანები და ხელს მიშლიან გვერდზე, აი მანქანას ავიდე, ხარო მანქანამ რო ჩაიარა შავმა მასე, უფლება არ მაქვს, დაველოდები, როდის დაასრულებენ მოძრაობას, მოუხოვენ მარცხნივ და გავაგრძელებ მოძრაობას პირდაპირ. დისტანცია არავითარ შემთხვევაში არ შეამციროთ ზედმეტად და რა თქმა უნდა, არ ძალიან შორს არ უნდა ვიყოთ, ხო? ცოტა ხანში დაგვიძახებს, რომ 500 მეტრი მარცხნივ, ანუ 500 მეტრში ახლა ჩვენ უნდა წავიდეთ მარცხენა მხარეს, ისევ და ისევ წყვეტი გვაქვს და წყვეტის მოგცემს იქ პატარა მონაკვეთში, 300 მეტრში მოუხვიეთ მარცხნივ და დაგვიძახებს. წყვეტილს როცა მოგცემს, იმ ლურჯ ისართან პირდაპირ და მარცხნივ რო ახატია, ახლა გამოჩნდება ცოტა ხანში, გვაძლევს წყვეტილს და მანდ უნდა ჩაუხროთ, ახლა ზუსტად ასე ვთქვათ, გამოჩნდება, ხო? მალე მოუხვიოთ მარცხნივ დაგვიძახებს, შევანელეთ მანქანა, აი მთლიანად უწყვეტი არის, ნიშნულის გადასვლივ ზუსტად გვაქვს წყვეტილი, სადაც შეგვიძლია რომ მოუხვიოთ. შემოვდივართ მარცხენა მხარეს ისევ, 50-იანი გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე. წინ ხედავ ხარო, საგამოსტო მანქანაც არის. მარცხენა ზოლი უკავია ჯერჯერობით სავარაუდოდ მარცხნივ შეიძლება მოუხვიოს. გადმოდის ახლა აქეთ ზოლში, ვეცდები რომ გადავასწრო ისე რომ ხელი არ შეუშალო, ხო? 50 გვაქვს ახლა მაქსიმალური და შეიძლება ვერც დავეწევ, იმიტომ რომ სიჩქარის გადაჭარბება აქ არ შეიძლება. ნუ რაც არ უნდა იყოს გამოსვლაზე მით უმეტეს არ შეიძლება და ისეც ასე ვთქვათ ჯარიმები არის და შესაბამისად ვერ გადავაჭარბებთ სიჩქარეს. აქ მარჯვენა მხარეს ცოტათი ყურადღებით იყავით ხოლმე, იმიტომ რომ გამოსვლის დროს ასე ვთქვათ არ გვითმობენ ხოლმე. ჩათმობა აქვთ, მაგრამ ცდილობენ რომ სწრაფად გამოვიდნენ და გვაიძულებენ რომ მარცხენა ზოლში გადავიდეთ ამ მონაკვეთში. ამიტომ ფრთხილად გაიარეთ ხოლმე ეს ადგილი. აქედან ეხლა ანუ ჯერჯერობით ვერ ვხედავ წინ მანქანა მეფარება, მაგრამ დიდი ალბათობით ისევ დაბრკოლება შემხვდება, ხო, წინა მხარეს, იმიტომ რომ
უკვე სახლები იწყება, მარჯვნივ მარცხნივ არავინ არ არის. აი, როგორც გითხარით, დასახლება იწყება და აუცილებლად უეჭველი ვიღაცა დგას, ესე ვთქვათ, ამ გზაზე, ხო? ამიტომ დავიკავეთ მარცხენა ზოლს და მარცხენა ზოლიდან გავაგრძელებთ მოძრაობას. თავარია 50-ს არ გადავაჭარბოთ სიჩქარე, ზებრა გადასასვლელებს მივაქციოთ ყურადღება. რომ 25-ზე სწრაფად ვეცადოთ, რომ ზებრაზე არ გავიაროთ, ხო? იმიტომ რომ 25-დან 30-მდე იწერება მსუბუქი შეცდომა, 29-ის ჩათვლით, 30 დაზევით უკვე მძიმე შეცდომაში ითვლება. აქედან ახლა ნიშნის მოქმედებიდან უკვე 35-ით მოვდივართ რეალურად, მაგრამ დავიწყებ შენელებას და ვეცდები, რომ მაქსიმალურად ნელა გავიარო, ხო? ქვეით დავინახე, გავაჩერებ მანქანას და დაველოდები. როდესაც ჩემ ზოლს დატოვებს, გავაგრძელებ მოძრაობას. თუ მაგალითად მარჯვნიდან წამოვიდო და მაგ შემთხვევაში დაველოდებოდი, რომ რა ქვია, ბორდილზე, ასე ვთქვათ, მთლიანად გადასულიყო ზებრიდან. აქედან ისევ 30-იანი გვაქვს, ალბათ გვახსოვს, რომ წინ რაღაც მონაკვეთში ნიშანი არ გვიდგას 30-იანი, მაგრამ ზებრავს ხედავთ, სადაც ასე ვთქვათ, მაინც უნდა შევანელოთ, ხო? იქ არ არის ამაღლებული, არის უბრალოდ დახაზული ზებრა, ასე ვთქვათ. ხა მარცხნივ დავინახე, რომ ქვეითი არის, ოდნავ სულ მცირედით შევანელე და ვაგრძელებ მოძრაობას, გადმოსვლა არ დაუწყია. თუ გადმოსვლას დაიწყა და მაგ შემთხვევაში უკვე გაჩერება მომიწევდა, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ იქნებოდა ჩემ ზოლში აღმოჩნდებოდა. აი, ეს არის ის ადგილი, სადაც დახაზულია თქო ზებრა ვამბობ და ნიშანი 30-იანი შეზღუდვა არ გვიყენია. ისევ შევანელე 300 მეტრი მოუხვიე მარცხნივ, მერე გვეტყვის, რომ მალე მოუხვიოთ მარცხნივ და ჩავთავთ მარცხენა ციმციმას, ჩამოვწიე დაბლა. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადგილას ის სჭირდება, რომ ხარზე მარჯვენა მხარეს გავიხედოთ, ხო? ხელი ოდნავ დაბლა ჩამოვიტანე, რომ მარტივად შევძლო. მარცხნივ მოხვევა, გადმოვიწიე წინ, გავხედე, არავინ არ მოძრაობს და შემოვალ მარცხენა ზოლში. აქედან უკვე დაგვიძახებს, რომ 500 მეტრი იმოძრავეთ მარჯვნივ, წრიული მოძრაობა გვაქვს წინ და დავიკავებთ მარჯვენა ზოლს. 300 მეტრი წრიული მოძრაობა მარჯვნივ და ისევ პირდაპირ ვაგრძელებ შემდეგ მოძრაობას. ხა ოდნავ შევანელებ, მოძრაობა შემიზღუდეს, მანქანა არის. მარცხენა მხარეს გავიხედე, ასე ვთქვათ, რამდენიმე მანქანა მოძრაობს, ახლა როდესაც გაივლიან, გაჩერება მიწევს, გაიარონ და შემდეგ გავაგრძელებ თხილად მოძრაობას. აი ესე. ზოლიდან მთლიანად არ გადავდივარ და დავბრუნდები. აი ეს. მალე წრიული მოძრაობა მარჯვნივ და შემდეგ პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას. აქ პირველ რიგში მარცხენა ქვეითები არ არიან, მარცხენა მხარეს გავხედე, რომ ავტობუსის გამოსასვლელი არის, ისევ და ისევ წინ გადმოვიწევი ოდნავ და მხარზე კარგად გავხედავ, მანქანები არ მოდიან, მინიმუმ ორჯერ მაინც შევამოწმოთ, შემდეგ ახლა უკვე სარკეში ჩავიხედე და გვერდზე გამოვხედე, რომ ვიწრო მონაკვეთი არის და ვინმეს ხელი არ შეუშალო, ხო? ავაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ, ხიდზე ჯერჯერობით არ ვიმყოფებით, როგორც გითხარით, მაგრამ 50-იანი შეზღუდვა გვიწერია აქაც. მაქსიმალური სიჩქარე 50-ით შეგვიძლია, რომ გავაგრძელოთ მოძრაობა, 40-45 იქნება, იდეალური. ხედავთ ალბათ, რომ შედარებით სწრაფად მოძრაობენ სხვა მანქანები, ამიტომ მარჯვენა ზოლი გვიჭირავს, მარცხენა ზოლში თუ გადავალთ, მაგ შემთხვევაში უკვე მაქსიმალური სიჩქარით უნდა ვიაროთ, 40-55-ით ვეღარ გავაგრძელებთ მოძრაობას და მარცხენა ზოლში, ასე ვთქვათ, 50-ით შეგვიძლია, რომ მოძრაობა გავაგრძელოთ. თუ არა და გვექნება დაჭერილი მარჯვენა ზოლი, ცოტა ხანში დაგვიძახებს, რომ 500 მეტრი წრიული მოძრაობა, სადაც უბრალოდ ნახაზით არის წრიული მოცემული და გვეუბნება, რომ წრიული მოძრაობა მარჯვნივ. აქ ახლა 300 მეტრს დაგვიძახებ და ცოტა ხანში გვეტყვის, რომ მალე წრიული მოძრაობა მარჯვნივო, მარჯვენა ნაპირას ახლა ხედავთ, რომ წითელი არის გზა, შესაბამისად ველობილი კი არის, უბრალოდ ოდნავ მაინც მარჯვნივ მოვიციე, რომ მარტივად მოუხვიო, ხო? რომ ბორდილთან ახლოს ვიყო. და ვეცდები, რომ ეს წითელი ნახაზი, ესე ვთქვათ, არ გადავიდე წითელ ზოლებს. აქედან ახლა მარცხნივ მივდივარ, ციმციმა არ სჭირდება, ცოტათი შორიდან უნდა მოვუხვიოთ, მეგობრებო, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ზოლების განსაზღვრა ცოტათი რთული არის. არ გვაქვს დახაზული, ქვეითთა გადასასვლელი არის, გავიხედეთ, გამოვიხედეთ, არავინ არ არის, შემოვედით მარჯვენა ზოლში, მარჯვენა მხარეს გაჩერებული მანქანები არიან, ჩავხტავ ახლა მე მარცხენა ციმციმას და დავიკავებ მარცხენა ზოლს.
მარცხენა ზოლით გავაგრძელებთ ახლა მოძრაობას, ცოტა ხანის შემდეგ ისევ მარჯვენას დავიკავებ, იმიტომ რომ დაბრკოლება ვხედავ, რომ ესე ვთქვათ დასრულდა, მარჯვენა სიმსიმა ჩავრთე, შევანელე. აქ ახლა 30-იანი ნიშანი მაქვს, ვეცდები რომ ნელა გავიარო, 30-ს არ გადავაჭარბო. ბუგარუკები უნდა იყოს, მაგრამ არ არის. ზებრა გადასასვლელი უნდა იყოს აქაც და დახაზული არ არის, იმიტომ რომ გზა ახალი დაგებულია და ჯერჯერობით არ დაუყენებიათ არც ბუგარუკები, არც ზებრა არ არის დახაზული. ამიტომ ნიშნები მიდგას, რომელსაც ვემორჩილები. აქ ახლა ცოტა ხანში დაგვიძახებს, რომ 500 მეტრი მოვუხვით მარცხნივ და აი ეს არის ის ადგილი, სადაც შეგვხვდება შუქნიშანი, რომელსაც მარცხნივ მწვანე ისრით უნდა დავემორჩილოთ. ჩავრთავ მარცხენა სიმსიმას, გადმოვალ მარცხენა ზოლში, იმიტომ რომ მარცხენა ზოლიდან უნდა მოვუხვიოთ. ხედავთ ახლა, რომ შუქნიშანი სიმსიმებს, ხო? წითელი როდესაც აინთება, ჩვენ ჩაგვერთვება მარცხენა ისრით მწვანე. შევანელებ, წინ მანქანას ყურადღებას მივაქცევ და მოვუხვევ. ამ შემთხვევაში ხა მე შევდივარ მარჯვენა ზოლიდან, მარცხენა მხარე დაზიანებულია და ვერ მოახერხებ, რომ მარცხენა მხარე შევიდე. ისე მარცხენა მხარეს უნდა მოახერხოთ შესვლა, იმიტომ რომ ცალმხრივი გვაქვს მოძრაობა და მარცხენა ზოლიდან მარცხენა ზოლში შევდივართ, ხო? ხა რადგან გზა დაზიანებული იყო და მანქანა ვერ გაივლიდა, შემოვედით მარჯვენა ზოლიდან. ცალმხრივი გვაქვს, გაითვალისწინეთ, რომ მაცხოვრებელი გამოდის ისევ და ისევ ნებისმიერ ცალმხრივზე, სადაც შევხვდება საგამოსტო გზა, შეიძლება ვინმე გამოვიდეს, ხო, საპირისპირო ზოლიდან, ამიტომ მარჯვენა ზოლს დავიკავებთ, როგორც კი გაგვითავისუფლდება მარჯვენა ზოლი. თან წინ უკვე გადავდივართ, ასე ვთქვათ, ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, სადაც ვალდებულები ვართ, რომ მარჯვენა ზოლში შევიდეთ. ხა მოვიწევი, გაჩერების ვალდებულება არ მაქვს, მაგრამ გავაჩერებ, ცოტათი წინ გადმოვიწევი, ან თუნდაც შეიძლება რომ არ გააჩეროთ, უბრალოდ წინ მოიციეთ, რომ კარგად დაინახოთ, ხო? ზებრასთან ახლა ახლოს ვართ მოსულები, მარცხნიდან ხედავ, რომ ჯერჯერობით არავინ არ აჩანს თვალთა ხედვაში, რასაც ვხედავ, იქ არავინ არ მოძრაობს, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ არავინ არ არის და გავაგრძელებ მოძრაობას. იქ იყო ცალმხრივი, აქ უკვე ორმხრივი გვაქვს, ანუ მარცხენა ზოლი არის საპირისპირო. დაგვიძახებს, რომ მალე მოვუხვიოთ მარცხნივ, ჩავრთოთ უნდა მარცხენა სიმსიმა. შევანელებ, ახლა დათმობის ვალდებულება გვაქვს ისევ. ცოტათი ისევ წინ გადმოვიწიე, გზაჯვარედინია, ხო, ცენტრამდე მოვედი, მოვუხვიე მარცხნივ. აი ესე, მარჯვენა მხარეს გავიხედე, არავინ არ მოძრაობდა. ამ მარცხნიდანაც ესე ვთქვათ გვერდდებიან, მაგრამ დათმობა იმათ აქვთ. მარცხენა სიმსიმას ჩავრთავ ახლა. ჩავიხედები მარცხენა სარკეში, ერთი მანქანა გავატარეთ და გადმოვედით მარცხენა ზოლში. თავიდან თითო იყო, ეხა უკვე ორი გვაქვს, სწორად დავიჭერ უბრალოდ საჭეს, რადგან დახაზული არ არის და პირდაპირ გავაგრძელებ მოძრაობას. 500 მეტრი დაგვიძახა მარცხნივ, შემდეგ 300, შევანელებ, ზებრაზე ვხედავთ, რომ არავინ არ მოძრაობს. 300 მეტრი გვითხრა, ეხა აქედან დაგვიძახებს, რომ მალე მოვუხვიეთ მარცხნივ, ჩავრთავ მარცხენა სიმსიმას. ისევ და ისევ აქ ამ შემთხვევაში მარჯვენა მხარეს სტოპ ნიშანი აქვს, მაგრამ შემოწმება მიწევს, ხო? ამიტომ გავხედე, წინდან თუ ვინმე წამოვა, იმათ უნდა დავუთმოთ და შემოვდივართ მარცხენა ზოლში. აქ შეგხვდება ახლა მე ის უკან გამოვედით, სტოპ ნიშანი გვაქვს, სადაც მინიმუმ 3 წამით უნდა გავაჩეროთ მანქანა სტოპ ხაზამდე. ანუ სტოპ ხაზი არ უნდა გადავკვეთოთ. აი ესე მოვდივართ, არავინ არ არის, მაგრამ მაინც ვჩერდებით. გადმოვიწიე, მარცხნივ გავხედე, მარჯვნივ გავხედე, არავინ არ არის, მალე მოვუხვე მარცხნივ დაგვიძახებ და მარცხენა სიმსიმა ჩავრთე, გზაჯვარედინი გვაქვს, ცენტრამდე შევიდეთ უნდა და მოვუხვიოთ მარცხენა მხარეს. ერთი მანქანა მოდიოდა გაიარა, მოვუხვე მარცხენა მხარეს და მარცხენა ზოლში გავაგრძელებ მოძრაობას. რეალურად სამმხრივია, მაგრამ მარცხენა მხარეს, ასე ვთქვათ, უკიდურესი კიდევ ორი მარცხენა ზოლი, როგორც გითხრათ, ის არის, რა ქვია, შეიძლება საპირისპირო ზოლად ჩაგვითვალო. და ყოფილა ესეთი შემთხვევაც, ხო? მარცხენა ზოლიდან ახლა მოვუხვიეთ, ცოტათი წინ შემოვედით და მარჯვნივ ვუხვევთ, მალე მოვუხვეთ მარჯვნივ დაგვიძახებ და შუქნიშანი გვაქვს, დისტანციის დაცვით, რა თქმა უნდა, გავჩერდებით. ხა გააგრძელა მანქანა მოძრაობა, სანამ მწვანე არ აინთება იქამდე, მე მაინც ტორმუზზე უნდა მქონდეს ფეხი შეპარებული, რომ რამე იყოს, მე გავჩერდე. რომ შეიძლება შუქნიშანი საერთოდ ან გაითიშოს, ან ისევ წითელი აინთოს, ანუ წითელი მოყვეს, ხო? მარცხნივ, მარჯვნივ არავინ არ მოძრაობს, ვაგრძელებ მოძრაობას, მარჯვენა ზოლი თავისუფალია, ჩავრთავ და გადმოვალ მარჯვენა ზოლში, იმიტომ რომ მარცხენა მხარეს, ასე ვთქვათ, მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობა მიწევს. მწვანეანთია, ზებრას მაინც შევავლეთ თვალი, რომ არავინ არ იყოს.
ცოტა ხანში დაგვიძახებს, რომ წრიული მოძრაობა იმოძრავეთ პირდაპირ 500 მეტრიდან, მერე გვეთქვის 300 მეტრიდან. ანუ პირდაპირ როდესაც მოძრაობთ, რეალურად უბრალოდ წრიულის, ასე ვთქვათ, წესებს ვემორჩილებით, ხო? ხა აქედან მე ბუგაროკამდე შევანელებ მანქანას, გავაჩერებ, დავუთმობ. და გავაგრძელებ მოძრაობას სიფრთხილის დაცვით. კიდევ დავინახე, რომ წამოვიდნენ სხვები, გავჩერდები, ზებრაზე არ იყვნენ თავიდან და მოძრაობა გავაგრძელე, უკვე როდესაც ზებრაზე შევიდნენ, დავუთმე. ხა ესეც რომ გამწდება, წრიულზე ვარ და ოდნავ მარჯვნივ მოგვიწევს მიწევა. ну პირდაპირ შევდივართ, ოდნავ მარჯვნივ მოვიწიეთ, იმიტომ რომ ყველა წრიულზე ესე ხდება. მარჯვენა მხრიდან გამომცვლელები გვითმობენ, ეხა ოდნავ მარცხნივ უნდა მივიწიოთ, მთლიანი ზოლი განიერია, მაგრამ მთლიანად ჩვენია, გაითვალისწინეთ. მარჯვენა მხარეს ველობილიკია აქედანაც. 50 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა ქალაქში. აქედან ცოტა ხანში დაიძახებს, რომ 500 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ და შემდეგ პირდაპირ. შევანელებ მანქანა ცოტათი უფრო ნელა მოძრაობს. ჩავრთავ ხა მე მარცხენა ციმციმას და გადმოვალ მარცხენა ზოლში. 500 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ დაგვიძახებს, შემდეგ გვეთქვის 300 მეტრი, ცოტათი ხა აქედან მოშორებით არის, მაგრამ როგორც კი დაგიძახებთ 500 ან 300 მეტრს, აუცილებლად ეცადეთ, რომ უკვე მარცხენა ზოლი დაიჭიროთ, იმიტომ რომ მარჯვენა ზოლი მხოლოდ და მხოლოდ მარჯვნივ მიდის და პირდაპირ შეუძლია გაგრძელება, ამიტომ ჩვენ მარჯვენა ზოლიდან მარცხნივ ვერ მოვუხვევთ. ხა მარცხენა ზოლი რადგან მიკავია მაქსიმალური სიჩქარით, ანუ 50 თუ მოძრაობ, თუ ვინმე წეს დაარღვევს, მხოლოდ ისინი შეძლებენ. აქედან ხა წრიული მოძრაობა მალე მოვუხვეთ მარცხნივ და შემდეგ პირდაპირ დაგვიძახებს, წრიული გვითმობს, მაგრამ ყურადღება მაინც მივაქციოთ, რომ ხელი არ შეგვიშალონ, ცოტათი პირდაპირ მივდივართ და ციმციმა გაიჩა ხელ, ახლა ჩავთავ. ვეცდები, რომ ეს ზოლები არ გადავკვეთო და ოდნავ შორიდან მოვუხვიო, ხო? იმიტომ რომ მარცხენა ზოლში თუ შევედი, წრიულის გამოიყენება მოსაბრუნებლად. ზებრაზე გადავედი და გავაჩერე მანქანა, აქ თუ ორი მანქანა იდგებოდა და ესე ვთქვათ, ზებრაზე ვერ მოვახერხებდით, ხო? ეხა დათმობის კუნძულთან მივალ კიდევ ახლოს, გავაჩერებ, მარჯვნივ ვიყურები და ვუთმობ. როდესაც არავინ არ იქნება, გავაგრძელებ მოძრაობას. თუ იქ ვერ მოვახერხებდით ზებრამდე, უნდა გაგვეჩერებინა აუცილებლად. ეხა მარცხენა ციმციმა ჩავრთე, მარჯვენა ზოლი დაბრკოლებული არის და მაინც უკნიდანაც ვანიშნე, რომ მარცხნივ უნდა შემოვიდე, ხო? ესე რეალურად მარცხნივ გვიწევს შემოსვლა, მაგრამ რადგან ოდნავ მარჯვნივ ვიყავი, მომიწია, რომ მარცხენა ციმციმით მენიშნებინა უკან მყოფი მანქანისთვის. 500 მეტრი მოვუხვეთ მარჯვნივ დაგვიძახებს, 300 მეტრი მოვუხვეთ მარჯვნივ, როგორც იცით, ხა მარჯვენა ზოლიდან მოხვევა მარტივი არის, ამიტომ მარჯვნივ მოხვევა, ხო? ამიტომ მარცხენა ზოლიდან მოვუხვეთ მარჯვნივ, ხო? მალე მოვუხვევ მარჯვნივ და აკვირდით რა უნდა გავაკეთოთ. დათმობის ნიშნები გვაქვს, მარცხნივ გავიხედი, არავინ არ მოდის, როდესაც წინ ორი ზოლის გამყოფ უწყვეტს გადავკვეთავ, უწყვეტს კი არა და წყვეტილს გადავკვეთავ, შემდეგ დავიწყებ მოხვევას. მარცხენა ზოლში შემოვედით პირდაპირ, მარჯვენა ზოლიდან შემოვიდოთ მარჯვენა ზოლში, დაბრკოლება თუ შეგვხდებოდა, აუცილებლად ჩავრთავდით მარცხენა ციმციმას და გადმოვიდოდით მარცხენა მხარეს. 50-იანი გვაქვს შეზღუდვა, როგორც იცით. ხა შევანელებ ოდნავ, აქედან გამომცვლელი მანქანები მითმობენ, ქვეითთა გადასასვლელზე არავინ არ არის და ვაგრძელებ მოძრაობას. მარჯვენა ზოლი ისევ დაბრკოლებულია, შესაბამისად არ გადავდივარ მარჯვენა მხარეს და მარცხენა ზოლიდან ვაგრძელებ მოძრაობას პირდაპირ. ქვეითთა გადასასვლელი მარჯვენა ნაპირას ცოტათი გვერდზე ხედავ, რომ ბავშვი არის, ამიტომ რო არ გამოიქცეს, მაქსიმალურად შევანელებ, მივაქციე ყურადღება არ მოდის და გავაგრძელებ მოძრაობას. როგორც კი ზებრას და საჩვარედინს უკვე გადავკვეთავ, 50 ისევ ცალმხრივ მოძრაობა მიწერია და მოუმატებ სიჩქარეს. ფიზიკურად მარჯვენა ზოლში ვერ ჩავდგები, იმიტომ რომ სულ შესვლა, გადასვლა, გადმოსვლა მოგვიწევს, ხო? ამიტომ მარცხენა ზოლით ვცდილობთ, რომ მაქსიმალური სიჩქარესთან ახლოს ვიყოთ. ისევ არავინ არ მოძრაობს ზებრაზე.
ხო, აი ის იყო ის რთული მონაკვეთი მეშვიდე მარშრუტის. აქედან უკვე ყველა მიცით სხვადასხვა მარშრუტებში, ასე ვთქვათ, გვიწევს. ერთადერთი მეშვიდე მარშრუტში ის განსხვავებაა, რომ ხიდიდან უკვე რომ მარჯვნივ წავედით, მერე ხდება, ასე ვთქვათ, სრულიად სხვა სიტუაცია, ხო? სამმხრივ მოძრაობა, შევდივართ ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, მწვანე ისრით მარცხენა გვენთება და გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გააგრძელებთ მარცხნივ მოხვევას, თუ მწვანე ისრით იქნება მარცხენა მწვანე მაჩვრის სიგნალი ჩართული. თუ უბრალოდ გვალადანთია, რაც ნებისმიერ შუქ ნიშანზე, მაგ შემთხვევაში უკვე არ მიდიხართ, ჩვენთვის ეს ჩათვალეთ, რომ წითელია, ხო? გავლის უფლება არ გვაქვს, თუ მარცხნივ მივდივართ. ხა დავინახე, რომ მარჯვენა ზოლი გათავისუფლდა, ჩავხდე მარჯვენა ციმციმა და გადმოვედი მარჯვენა ზოლში. ეს ის ადგილია, მეექვსე მარშრუტი რო ჩამოდის მარცხნივ და შემდეგ მარჯვნივ რო ეუბნება და აქედან ჩვენ სწრაფად მოვდივართ, შესაბამისად იმათ უწევთ, რომ დაგვითმონ, ხო? მარჯვენა ზოლი გვიკავია, შევუერთდებით ცოტა ხანში, ასე ვთქვათ, მაგისტრალთან გათანაბრებულ გზას, სადაც 70 გვაქვს ახლა ჩვენ მაქსიმალური. 50-იანი გვიწერია ჯერჯერობით და დაგვიძახებს, რომ 500 მეტრი იმოძრავით მარჯვნივ. შემდეგ გვეტყვის 300 მეტრში მარჯვნივ, გაითვალისწინეთ, რომ გასვლის დროს უნდა ჩავხდოთ მარცხენა ციმციმა, მალე მიმოძრავეთ მარჯვნივ, როცა დაგვიძახებს უკვე მარცხენა ციმციმას ჩავთავთ, ყოველთვის ჩართეთ მალე. თუ მოსახვევის შემდეგ ჩართავთ, ამას მაინც არ ჩაგვითვლიან, მოსახვევამდე შეიძლება, მაგრამ ისეთი ვარიანტია, რომ თუ ზედმეტად ადრე მოგივიდათ და მანამდე სხვა მოსახვევი იყო, სუბუქ შეცდომას დაგიწერთ, ან ძიმეს ჩაგითვლიან, ხო? ამიტომ გამომცდელზეა ეს დამოკიდებული. მარცხენა მხარეს წინ გადმოვიწე, კარგად გადავხედე, ეხლა უკვე ორჯერ შევამოწმე და სარკის კონტროლით მე უკვე შევუერთდები ზოლს. 4-ვე საბურავით ისევ როცა შემოვალ, გავთიშავთ ამ ციმციმებს. 70-იანი გვაქვს აქ მაქსიმალური სიჩქარე, 60-65-ით გავაგრძელებ ახლა მოძრაობას, იმიტომ რომ წინ აქედან ვხედავ, რომ მთლიანად დაბრკოლებები არის, მანქანები შედარებით ნელა მოძრაობენ, ბევრი მანქანა არის, მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი და იმედი მაქვს, რომ აი ეს ხალხი, ასე ვთქვათ, ხელს არ შეუშლიან. ამათ მივაქციეთ ახლა ყურადღება, რომ არ ჩაეჭრა გზა, ქვეითი დავინახეთ, ოდნავ შევანელეთ მანქანა. გადავიდა, დავიწყე ისევ სიჩქარის მომატება, ქვეითებთან იყავით ყურადღებით, იმიტომ რომ ხედავთ, რომ დარბიან, ერთ-ერთ ვიდეოში მოგვივიდა, რომ ზედმეტად სწრაფად გამოიქცა და თითქმის შეუმჩნეველი იყო, ხო? ხა იმ მანქანამ ავარიულები ჩართო, ნაგავი გადააგდო, მოკლედ დიდხანს თუ გააგრძელებ და მან ყოფნას ვალდებული გავხდებოდი, რომ გვერდი ამევლ, ამიტომ მე უკვე შორიდანვე ვაქცევ იმას ყურადღებას, რამდენი დროის, ასე ვთქვათ, პერიოდი იდგება იქ, თუ იდგა ახლა 2 წუთი და უფრო მეტ ხანს, აუცილებლად გვერდი უნდა ავაროთ, ხო? რომ შორიდანვე დავიწყეთ იმის გაკონტროლება. 70-იანი გვაქვს, ეხლა ცოტა ხანში 50-იანს მოგცემს ისევ და შემდეგ უნდა შევუერთდეთ ავტობანს. ნიშანი შეგვხვდა 50-იანი, შენელება დავიწყეთ. როდესაც 70-იანი მომსახელ ახლა და ვიცი, რომ 50-იანს მომცემს, უკვე 65-70-ით აღარ მოძრავ, ვაკლებ სიჩქარეს 60-მდე, რომ შემდეგ უფრო მარტივად ჩამოვიდე 50-ზე. 4-ვე საბურავით გაითვალისწინეთ, როდესაც შევალთ ავტობანზე, ეს მარტივად იგრძნობა და შემდეგ დავიწყებთ სიჩქარის მომატებას. აქედან ასაჩქარებელი ზოლი არ გვაქვს, ისევ გავიმეორებ, როგორც კი შემოვალთ, აჩქარებას ვიწყებთ და მაქსიმალურ სიჩქარე გვაქვს 90 და გავაგრძელებთ მოძრაობას 80-85-ით. თავიდან შეგიძლიათ, რომ შედარებით, ასე ვთქვათ, სწრაფად იმოძრაოთ, ეს პრობლემას არ შეგიქმნით. უკვე როდესაც მიუახლოვდებით, ასე ვთქვათ, იმ მწვანე ნიშნულებს, რაზეც ვიძახი, რომ იქიდან უკვე მარჯვნივ უნდა მოვუხვიოთ, ხო, იქ ოდნავ, ანუ გაზზე ფეხის აშვებით შევანელებთ მანქანას და ვეცდებით, რომ 80-ზე ნაკლებით არ ჩამოვიდეს. როდესაც უკვე ზოლს შევუერთდებით, შემდეგ, ასე ვთქვათ, დავიწყებთ შენელებას. იქ რომ მივალთ, ახლა კიდევ ერთხელ აგიხსნით და გაჩვენეთ, ამ შემთხვევაში 90 მიჭირავს და 90-ით ვაგრძელებ მოძრაობას, რომ მარცხნივ ნიშანი დაენახეთ, რომ მაქსიმალური სიჩქარე 90 გვაქვს. ამ მანქანას ყურადღება მივაქციეთ მარჯვნივ, იმიტომ რომ შეიძლება გადმოსულიყო, არ გადმოვიდა,
ვერ მოახერხა რეალურად ხელს უშლიდით, ხო? მაგრამ ყურადღება გაამახვილეთ, რომ არ გადმოგვიჭრან გზა. ანალოგიური ამ მანქანაზე ხა დიდი ალბათობით მარჯვნივ წავა, მაგრამ შეიძლება რომ აი ნახეთ ნელ-ნელა მარცხნივ დაიწყო გადმოსვლა, არც სიმციმა არ უხმარია და ხელს გვიშლის, ხო? ტორმუზი შევაპარეთ, 80-ით მოძრაობს ახლა. აი ეს მანქანაც შეიძლება სანამ მარჯვენა ზოლში აჩქარდება, იქამდე გადმოვიდეს, იციან ხოლმე. ამიტომ ყურადღება გაამახვილეთ. 500 მეტრი მოუხვეთ მარჯვნივ, დაგვიძახებს, ვაგრძელეთ ჯერჯერობით მოძრაობას პირდაპირ და ხიდთან გვიწევს რომ მარჯვნივ ავიდეთ, ხო? აი აქ ვიძახდი რომ ამ მწვანეს რო გამოსდებოდით ნიშნებს და 500 მეტრს რო დაგიძახებდათ, გას გაუშვებდით ფეხს და ანუ 90 თუ მოდიოდით 90-ს აღარ დაიჭერდით სიჩქარეს. მარჯვენა მხარეს მხარზე გავიხედე, არავინ არ არის, ჩავთე მარჯვენა სიმსიმა, მარჯვენა სარკის გაკონტროლებით, გადმოვედი ზოლში და დავიწყებ შემდეგ შენელებას. ისევ და ისევ გავიმეორებ, რომ სიმსიმას ჩართულს ტოვებ, აქ მაქსიმალური სიჩქარე 40-ით შემოდით, რომ მოხვევა, ასე ვთქვათ, გაგიმარტივდეთ და 30-35 იქნება, ასე ვთქვათ, ის რეკომენდირებული სიჩქარე, სადაც აუცილებლად მარტივად შეძლებს შემოსვლას, ხო? სიმსიმა როდესაც გაიჩება, ისევ არ ვრთავთ ხელ ახლა. აქ ოდნავ ტორმუზის შეპარება სჭირდება, იმიტომ რომ უფრო მკვეთრი მოსახვევი გვხდება მარჯვენა მხარეს. ახლა აქ დაგვიძახებს, რომ მარჯვნივ წავიდეთ, სტოპ ნიშანი გვაქვს, ისევ და ისევ მარცხენა სიმსიმას ვთავ. ახლა უკანა სარკის შევამოწმე მარცხენა მხარე უფრო სწორად. სავარაუდოდ ეს მანქანა გვერდით ამომიდგება და შეიძლება ხელი შემიშამოს, ხო? მარცხენა მხარეს ერთხელ გავიხედე, დავინახე, რომ ისევ ბევრი მანქანები არიან, კიდევ მეორედ გავიხედე, ხედავ, რომ ბევრი მანქანა მოძრაობს, ამიტომ დაველოდები და როდესაც მოსახერხებელი იქნება ჩემთვის, შემდეგ გავაგრძელებ მოძრაობას. ახლა სავარაუდოდ ამან შეანელა, იმიტომ რომ ამ მანქანას მოყვებოდა უკან. უკან ვიყურებით, სარკეებით შევამოწმოთ, ახლა ის მანქანა ჯერჯერობით არ ცდილობს გადასწრებას გვერდიდან. თუ გვერდზე ამომიდგება, მაგ შემთხვევაში მიწევს, რომ გავატარო და შემდეგ წავიდე. ზედმეტად ბევრი მანქანა შეხვდა, ამიტომ დაველოდებით. სარკიდანაც კი ვხედავ, ესეც რო გადმოვიწევი, მაგრამ ჯობია რომ მხარით უკან გადაიხედო და ამ მანქანას ახლა მოთმინება არ იყო, გვერდზე ამომიდგა, შესაბამისად ვერ წავალ. და უნდა დაველოდო, როდის, ასე ვთქვათ, გამთავისუფლდება მხედველობა. გავიდა ეს მანქანა, ვხედავ, რომ არავინ არ მოდის, კიდევ ერთხელ შევამოწმე. ალბათ 1-15 მაინც მომიწია ჯამში შემოწმება, ხო? რომ თავისუფალ ზონაში გამოვსულიყავით. 45-მდე ავჩქარდი, გავთიშეთ სიმსიმა. 70-იანი გვაქვს აქ მაქსიმალური. ჩვენ ნიშანი არ გვიდგას, მაგრამ მანამდე დგას ნიშანი, სადაც რომელსაც ვემორჩილებით. შემდეგ 50-იანს მოგცემს. აქ 60-ით მოძრაობს, ხა დაღმართი დაიწყება და გასზე ფეხი ავუშვებ, პირიქით ტორმუზი დამჭირდება, რომ 50-იან ზონაში 50-ით ვიმოძრაო მაქსიმუმ. აქ როგორც გითხარით, ოდნავ მარცხნივ მოვიწევი ზოლთან, რომ იმას მარტივად ავარიდო თავი, ხო? სწორედ ძალიან დიდია, ესე ვთქვათ, და შიგნით ჩავარდნა არ გვაწყობს. ასევე მარჯვენა მხარესაც არის შედარებით პატარა და ნუ შედარებით ზოლთან მარცხენა მხარეს მოვიწიე. აქედან ახლა უკვე ჩავთავთ მარცხენა სიმსიმას, სარკის გაკონტროლებას დავიწყებ, დავინახე, რომ არავინ არ მოდის, უკნიდან შეიძლება ერთმა მანქანამ გადამასწროს, მაგრამ დავაცდი, 60-ით მოვდივარ. ბოლო მომენტამდე ნახეთ, გადავიდა, ოდნავ კიდე მოუმატე სიჩქარე, 75-ით გადმოვედი და ვაგრძელებ მოძრაობას უკვე მაგისტრალზე. 90 გვაქვს მაქსიმალური სიჩქარე და ეცადეთ, რომ არ გადააჭარბოთ. თუ გადააჭარბებთ, მაგ შემთხვევაში აუცილებლად შეანელეთ, რომ 90-ზე სწრაფად თუ იარეთ რაღაცა პერიოდის მანძილზე, ხო, მძიმე შეცდომით ჩაგჭრიან. თუ მაგალითად ვიმოძრავეთ მხოლოდ 100 მეტრის სიტყვაზე, ერთ პატარა მსუბუქ შეცდომას მივიღებთ, ხო? აქედან ვაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ, მეშვიდე მარშრუტის მიხედვით ქალაქში არ გვიწევს დაბრუნება. აი აქ ხიდის შემდეგ უკვე ამ ხიდს როდესაც დაენახავთ, ხიდის შემდეგ უკვე გვაქვს, ესე ვთქვათ, 70-იანი. ამიტომ 85-ით მოვდივარ, აი აქ რო წითელი ფიშკები რო არის, აი ეს მონიშნები გზის რაღაც, გავუშვებ გასფეხს, ნელ-ნელა მანქანა შენელდება, მარჯვენა სარკეში ჩავიხედე, რომ ვინმე არ გადმომიჭრას, რეალურად დათმობა აქვს, მაგრამ ყურადღებას ვაქცევთ. აქ უკვე ახლა 70-ზე თვითონ ჩამოვიდა სიჩქარე. ოდნავ მოახმაროს იკლებს ნელ-ნელა, ჩავთავ მარჯვენა სიმსიმას,
მარჯვენა სარკის გაკონტროლებით გადმოვალ მარჯვენა ზოლში და მალე მოვუხვე მარჯვნივ, რომ დაგვიძახებს უკვე ჩავთავთ მარჯვენა ციმციმას. ავტობანი ყველგან გვაქვს თითქმის ერთი და იგივე რა, ორი ვარიანტია. ან ბრუნდებით ქალაქში, ან მოვდივართ პირდაპირ და მიმართულება სულ რო არ მოგვცეს, ან ყოფილა შემთხვევა, რომ კომპიუტერს მიმართულება არ მიუცია, მერე ვთქვიათ გამომცდელებს, რომ ალბათ გაჭედაო და ასე შემდეგ, მაგრამ ამ გზაზე როდესაც წამოხვალთ, პირდაპირ და არ მოვუყვოთ ქალაქისკენ მარჯვენა მხარეს და ეს დაგადაზე არ ახვალთ, მაგ შემთხვევაში უკვე გაითვალისწინეთ, რომ ავტობნის ბოლოში როცა მოხვალთ მარჯვენა ციმციმით ამოდიხართ სააგენტოში. ამიტომ გზა დაიმახსოვრეთ კარგად, რომ თუ გექნება თქვენს ის შემთხვევა, რომ მიმართულება არ მოგცეთ, ხო? აუცილებლად იგივე ადგილს გაივლით ზუსტად, რაც მაგალითად ახლა გავიარეთ. 500 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივო, წერან მარჯვენა ზოლში ვიყავით და მარცხენა ზოლი დავიკავე, იმიტომ რომ გვეთი მოდიოდა და დაბრკოლება იყო, ამიტომ მარცხენა ზოლში ვარ, ეხა უკვე დამიდახარ 500 მეტრიო და დავრჩები მარცხენა ზოლში. სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რომ აი აქ ეხა ის მანქანა ამ მანქანის წინ მიდიოდა, თეთრი მანქანა რომ მიდის წინ და გადააყენეს გვერდზე, ხო? შესაბამისად დატორმუზებას მოგვიწია 300 მეტრი წრიული მოძრაობა მარცხნივ. ეხა აქ უკვე როგორც გითხარით, მხოლოდ და მხოლოდ წრეულს უთმობს, მაგრამ ყურადღება გამოიჩინეთ, რომ შიგნიდან არავინ გამოვიდეს, მაინც ხელი არ შეგვიშალოთ. ჩავთეთ მარცხენა ციმციმა, მარცხენა მხარეს გავიხედეთ. ხა რადგან საგამოცდო პროცესია შიგნით არ შევალ, აქედან ჩავთავდით მარჯვენა ციმციმას და მივაყენებდით მანქანას პირდაპირ შევიდოდით უკვე საიდანაც გამოცდა იწყება და ასე ვთქვათ, სადაც დასრულება გვიწევს.